მეორე ნაწილით გიბრუნდებათ გადაცემა კრიტიკული აზრი. დღეს ნიუსები არ არის, ამიტომ 10 წუთიანი ინტერვალი არ დაგჭირდა. პირდაპირ ხაზზე თუ ყავს გიორგი ყავს, აგერ გიორგი ხაზია. მოგესალმოთ ჩვენს მეგობარს. მოგესალმებით ყველა. აღარ გეკითხები როგორ ახარ, ვიცი რომ კარგად ხარ. არა, ხო გითხარი, თქვენი შემხედვარე კარგად როგორ ვიქნები, რაც თქვენთან ხდება. კი ბატონო. მინდა ბატონებო, ეხლავე შევიტანო სიცხადე, რომ მაყურებელი რო დარეკავს, მივცეთ საშუალება მაყურებელს შემოვიდეს ეთერში, იმიტომ რომ პრინციპში ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მაყურებელს და ჩვენს ასე ვთქვათ, საყვარელ იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში გვიდგანან, ვემსახუროთ ამ ტელევიზიის მეშვეობით. ამიტომ ვალოდინებთ, იმიტომ რომ მე ვიღებ შენიშვნებს მაყურებლებზე. ხო, გოჩას კი არ ეუნები, მე მეუნებიან, რატომ არ გვალაპარაკებ. აბა მე საერთოდ ვერ მეტყვია. შენ ხო და მაგას ვამბობ, თქვენ კარგად მოეწყოთ, გაიგეთ? კეთილი. კარგი, გიორგი. რა შეგიძლია გვითხრა? რა შეგიძლია გვითხრა რამე თუ სიახლე თუ არის რამე ევროპაში ჩვენთან დაკავშირებული ბუნებრივია ჩვენთან დაკავშირებული ხარ რაც BBC-მ გამოაქვეყნა იმაზე მეტი რა უნდა იყოს კიდევ ერთხელ გავიმეორეთ რომ აყო ბევრს არა აქ ნანახი არც BBC და არც ინტერნეტი ამიტომ ჩვენი ტელევიზიის მეშვეობით მაინც უთხრათ და შენ გეძლევა ეს პრეროგატივა ვინაიდან გვერდები საფრანგეთიდან კარგი ბატონო, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, უბრალოდ ეს არის სტატია კვლევა, რომელიც დაფუძნებული არის, ესე ვთქვათ, ჟურნალისტურ გამოძიებაზე და სადაც აღწერილია, რომ შესაძლებელია, ისინი არ ამბობენ, რომ ზუსტად არის თუ არა ეს მოხდა, შესაძლებელია, რომ გაზი, რომელიც იქნა გამოყენებული 2024 წლის ნოემბერში მიტინგების დარბევის დროს და რამაც აი გვახსოვს ჩვენს და ყველას ვინც იქ მიტინგებზეც იყო რა მძიმე იყო ეს დაშლის დროს წყლის ჭავლი იყო ნამდვილად გაზავებული რაღაც ნივთიერებისგან, რომელიც სხვადასხვა დარახველიძემ, ალექსანდრე დარახველიძემ აღიარა მაშინ და თქვა, რომ კი ბატონო, ჩვენ რაღაცა გაურიეთ და ესეთი ამის აკრძალვა არ ქონდა. მაგრამ ეს გაზი აღმოჩნდა, რომ რაც მათ გამოიყენეს, ვარაუდია, რომ ეს არის აკრძალული გაზი, რომელიც გამოყენებული იქნა პირველი მსოფლიო ომის დროს რუსების მიერ და ფრანგების მიერ გერმანიის წინააღმდეგ ქიმიური იარაღად წოდებული გაზი, რომელიც იწვევს მძიმე მოწამვლას და რომელიც აკრძალული ყოფილა 1932 წლიდან. ძალიან მძიმე ბრალდებაა საკმაოდ საქართველოს ხელისუფლებას ზიზღადარჩენია ან აღიაროს რომ ესე მოხდა და ან უჩივლოს BBC-ს, ხო, რომ ისინი ტყუიან. ან დაიწყოს გამოძიება, დღეს ვნახეთ ჩვენ სუსის მიერ გავრცელებული ესა რა ქვია განცხადება, რომ ისინი იწყებენ გამოძიებას, მაგრამ ცოტა უცნაური იყო ეს რა ქვია განცხადება, იმდანაც რამდენადაც ისინი ამბობენ, რომ თუ დასტურდა ვიღაცების იმის ძალის გადამეტებაზე თავის თავს მაინც არ ემაშვებიან რა ქვია უეჭველი შენზე იქნება საუბარი შენ გადაამეტებდი ამ ძალას შენ მე გადავამეტებდი არა თუმცა მათ აღნიშნეს რომ ეს გაზი 2009 წელშიო საქართველოს ხელისუფლებამ თქვა დღეს მოვისმინე მე განცხადებები უბრალოდ Facebook-ში წავიკითხე რომ 2009 წელს აღნიშნული გაზი შეიძინეს საქართველოს ხელისუფლება, ანუ ნაცების დროს შეძენილია, მაგრამ ამათმა გამოიყენეს. არ ვიცი, ანიმათმა რატო შეიძინეს, ანამათმა რატო გამოიყენეს. ეს არის ხო, აქ ხომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი გიორგი რა არის, იცი რომ აუცილებელი მოგერიებას როცა აკეთებ და გინდა რომ დაშალო, ხო, მთელი არსი რაზეა. მომენტალურზე უნდა იყოს, ანუ უნდა მოქმედებდეს მომენტალურად იმ სიტუაციისთვის და მერე არ უნდა იწვევდეს
თქვათ რაღაც გარკვეულ დაავადებებს და არ უნდა გადადიოდეს ეს, აი მთელი არსია სწორედ ეს, რომ კი ბატონო, აქვს პოლიციას იმისი უფლება გამოიყენოს რემსადენი გაზი, გამოიყენოს თქვათ რაღაცა ქიმიური ნივთიერებები, ოღონდ ეს არ უნდა აისახებოდეს შემდგომში ეს უკვე ადამიანის ჯანმრთელობაზე და ამის გამო არის სწორედ შექმნილი ეს პრობლემა, რომელსაც ისინი აყენებენ, იმიტომ რომ ადამიანებს ეს პრობლემები ერთი კვირის მერე, ერთი თვის მერეც კი ასე ვთქვათ გაუგრძელდათ, ანუ მოწამლვა მოხდა და არა ის რომ იმ მომენტისთვის შეიძლება ადამიანმა კაცო ციცაკის ისიც არსებობს, ხო, ჩვეულებრივად იყიდებოდა სპრეი, რომელსაც ასხავ, მაგრამ ეს მერე კი აღარ იმაშვება. იმ მომენტისთვის არის, ანუ იმ დაძაბულ სიტუაციაში კი ბატონო გამოიყენე, მაგრამ ადამიანს ეს არ უნდა მოქმედებდეს უკვე გრძელვადიანზე და არ უნდა მოწამლო და არ უნდა მოკლა ადამიანი, თორე ახლა ერთ-ერთი მოქალაქე ხო, ერთ-ერთი მოქალაქე ამაუდა აი დახვრეტა. მე მესმის რომ განწყობები ისეთი იყო, ალბათ იფიქრეს რომ ბიჭო ამათ თუ და მოუწამლავთ კიდევაც ხალხის ნაწილი მხარს დაგვიჭერს და გვეტყვის, ეს არის დასახოცები არიან საერთოდ და დიდი ამბავი ერთი მივასხათ, ცუდადაც გახდებიან, მოკვდებიან. აი ეს განწყობა რომ ხელისუფლებას აქვს, ეს ნიშნავს უკვე რომ ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და გოჩა მე ხა საფრანგეთში ყოფილი ვარ ამ წყლის ჭავლით დარბევებზე და საბერძნეთში, რუმინეთში მინახავს, აი მიტინგებზე ყოფილი ვარ, სერბეთში მინახავს, მაგრამ იქ პოლიცია, აი რასაც ჩვენ ვამბობთ, მას რა ქვია, მხუთავ გაზს, რასაც ვეძახით, ციცაკის სპრეის, იქ დიდი ბალონები აქვს და იმით თვითონ პოლიციელი ასხავს იმას და წყლის ჭავლი აუცილებლად უნდა იყოს ესა რა ქვია, ყოველგვარი მინარევებისაგან სუფთა წყალი უნდა იყოს. ხო, იმიტომ რომ ადამიანმა შეიძლება ჩაყლაპოს, იმიტომ წყალზეა ლაპარაკი და არა ვთქვათ, ანუ სხვა იმას იძლევა სრულად რეზულტატს და სხვა რისაა. წყლის თვითონ წყლის გამოყენება ეს უკვე იარაღია. კი, უკვე წყალკი და იმას დამატებითი არაფერი არ ჭირდება. ზარია ეთერში. გისმენთ. ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ხართ. ой. ეთყობა არ ესმის. ისე თუ მე ახლა მაგალითად არ მეშლება და კარგად მახსოვს ისტორიიდან, პირველი სამამულო ომის დროს იყო გამოყენებული ჰექსოგენი და ზამანი. და ამან არა უბრალოდ მოწამლა, არამედ ვინც ვერ მოასწრო და ვისაც ვერ მოასწრეს და თავის დროზე დახმარება არ გაუწიეს, ყველა გარდაიცვალა. ანუ ეს ძალიან ძლიერი აირია ორივე, ზამანის და ჰექსოგენიც, რომელიც აკრძალული იყო. მე უკვე 30-იანებში აიგრძალა. მე არ მგონია რომ ეხლა ან ერთი ან მეორე იყოს გამოყენებული. არა, არც ეს არის, არც მეორე და არც იპრინი, რომელიც აგერ ბელგიის ქალაქ იპრში გამოიყენეს და აქედან დაერქვა ამას ეს ჩათვალეს პირველ ქიმიური იარაღად, იმიტომ რომ მანაც ესე იპრინმა ზუსტად იგივე რეაქციები გამოიწვია, რაც ჰექსოგენმა და ზამანმა. კი, და ეს ჩაითვალა პირველ ქიმიური იარაღად, ხო? რომელიც მე ეჭვი იყო, რომ 1999 წლის 9 აპრილს, რა ქვია, ქლორპიკრინი არის, მას ქიმიაში ჩვენ ესე ვისწავლეთ და ეს ქლორპიკრინი გამოიყენა რუსმა ჯარმა 9 აპრილს და რომელსაც მე დაერქვა ჩერომუხა. რომელსაც მე დაერქვა ჩერიომუხა, კი, ნამდვილად ესეა. მაგრამ აქ უფრო ნაკლები ეს ფრანგული გაზი, რაზეც არის ეს საუბარი და რაც გამოუყენებიათ, რაც BBC სტატიაშია, ის ძიმედ ლეტალური პროცესს არ აქვს, მაგრამ ძალიან ძიმე მოწამვლა არის და მოწამვლა უკვე ადამიანის ორგანიზმზეც არის დამოკიდებული, ჯანმრთელი ორგანიზმი შეიძლება ამას იტანს, მაგრამ თუ არ არის ჯანმრთელი ორგანიზმი ღვიძლზე და რა ვიცი ყველაფერზე მოქმედებს, მაგრამ ჩემთვის თავარი რა არის? სასიგნალო რა არის? ანუ რაზე მიდის საუბარი, ხო, რომ ხელისუფლება, რომელიც ყავს როგორ უყურებს ამას თუნდაც BBC, როცა უკვე ასეთი კითხვის ნიშნები ჩდება, ხო ესე იგი რა მდგომარეობაში ვარ, სად ვარ შესული? ჩემთვის პოლიტიკური შეფასების მომენტიც უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რა დადგება შედეგი ეს კიდევ სხვა არის. მაგრამ ეჭვი რომ არის გამოთქმული, რომ თურმე ხელისუფალს შეუძლია თავისას, იქ ფრანგებმა გამოიყენეს მოწინააღმდეგე მხარისათვის კაცო ეს ომის დროს და აქ საუბარი არის, რომ შენსავე მოქალაქესთან უკვე შედეგები
ფაქტები გაქვს თან და არა 1 და 2, ხო? როცა უკვე ეს გადადის იმაში, რა ქვია, მრავალ ადამიანს ჰქონდა მსგავსი პრობლემები, რომ ცუდად არიან ადამიანები და მკურნალობა დასჭირდათ მათ უკვე შემდგომ, ეს უკვე ნიშნავს იმას, როგორ უდგება ხელისუფლება თავის მოსახლეობას, როგორ უყურებს მას, როგორც მტრად აღიქვავს და ეს მარტო რიტორიკაში კი არ არის. რიტორიკაში პირდაპირ არის, კაცო, აგენტები, სხვა ქვეყნის აგენტები, მოღალატეები, მტრები, ასეთი რიტორიკა ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს უბიძგებ თან ვიღაცას აგენტს ეძახი და მე სასამართლოში კი არ ხდება, კაცო, მისი აგენტურის, რა ქვია, დამტკიცება, ან მოღალატის. არამედ ადამიანებს აძლევ, რა ქვია, განწყობას იმისი, რომ შენ მოღალატეები ხავს იქით ამ ხარეს და განწყობებიც იმიტომ აქვს საზოგადოებას ესეთი. ხო, აპირისპირებ, საზოგადოების დაპირისპირებას ხელისუფლება რო იწყებს, ეს უკვე ძალიან ცუდი ნიშანია. არც ერთ შემთხვევაში არ მთავრდება კარგად ეს, იმიტომ რომ ისტორია გვაჩვენებს ამას, რომ თვითონ საბჭოთა იმის დროსაც კი, როცა უკვე გაყოფილი იყო სამოქალაქო საზოგადოება და აგენტებს ხვლიტავდნენ, კლავდნენ, სადამდე მივედით, რა მდგომარეობამდე და თან ეს საუბარი არის პატარა ქვეყანაზე, სადაც ადამიანები დემოგრაფიულად რა დღეში ვართ, გასულია ნახევარი მოსახლეობა, იმ ნახევარს ხმისუფლებას ართმევ. იძახი და თან ამას ამართლებ, რომ კაცო ჩამოვი 14 წელი როა გასასულიო. იმან რა ხმა უნდა მისცესო. ანუ რეალურად დაპირისპირებები გადადის უკვე ისეთ ზღვარს ცდება. ეს არის საშინელება, ხო, რაც აი ამას გიორგიც ამბობს ხოლმე. აი ევროპას ხო გავლილი აქვს მსგავსი რამეები, კაცო, ეს იმასავით ველოსიპედი მეორეჯერ ხომ უნდა გამოიგონო, ან წმინდანების ის კი არ არის ევროპა, გაიარა ყველაფერი ეს. გავლილი აქვს თავის თავზე აქვს ნანახი, სამოქალაქო ომებიც თავის თავზე აქვს ნანახი, დაპირისპირებებიც თავის თავზე აქვს ნანახი და ჩვენ ეხლა თავიდან რატომ უნდა გავიაროთ? სხვისი გავლილით უნდა ვისწავლოთ. სხვა შეცდომები რაც იყო, სხვისი ხო, ჭკვიანი სწავლობს სხვის შეცდომებზე, ხო, ეს ხო ჩვეულებრივი რამეა და ჩვენ ამ სხვის შეცდომებს კი არ ვსწავლობთ, კაცო, პირიქით. სხვებზე ვინც ამ შეცდომებს გავლილი აქვს, იმას ტრება ვაცხადებთ, იმიტომ რომ თურმე იმათ არ მოსწონთ ჩვენთან რაღაცა გარკვეული. ზარია ბატონებო. კი ბატონო, მოусმინოთ. ჩართეთ. შემოუშვით მაყურებელი. გაითიშე ესეც. კეთილი, კარგით, მოდით ახლა როგორც ვთქვი, დაირეკება თუ არა ვჩერდებით და უშვებთ მაყურებელს. კაი ბატონო. არ ვანერვიო. კარგი ბატონო. მერის თქმა მინდა. აი ვჩერდებს. ზარია შემოუშვით. ისაუბრეთ. ტელევიზორს დაუწიოს და ისაუბროს. აქ მესმის იქ ტელევიზორი აქვს ჩართული. კი ბატონო, დაუწიეთ მიმღებს და ისაუბრეთ. ალო. გისმენთ? გამარჯობათ. მოგესალმებით. მე ახმეტის რაიონიდან ზემოალიდან გირეკავთ 85 წლის კაცი ვარ და 2013 წლიდან სულ თქვენი ისო ვარ. აყურებელი. მომხრე. რა მაინტერესებს? მე გულით ძალიან ველოდებოდი აქციის 30 ნოემბრის აქციასა და მე ვერაფერი ვერ ავნახე, არც როგორ შედგა, არ შედგა. სად ვერ ნახეთ? ჩვენი გადაცემა რო დაიწყო, აქციის კადრები გაუშვით ჩვენ. და კიდე ნუ პრინციპში თქვენ ახლა ინტერნეტ შეიძლება არ აკვირდებით, მაგრამ შეიძლება ინტერნეტს არ აკვირდება გიო. ნუ კეთილი, კიდევ ერთხელ გაუშვებთ, ახლა უბრალოდ არ ვიცი ახლა ტექნიკურ ჯგუფს რამდენად შეუძლია 4 ეკრანი გააჩინოს, მაგრამ 2 ეკრანი რო ყოფილიყო, ვერ გააჩენს. აგერ უკვე მაძლევენ შენიშნავს, რომ ასეთ რაღაცებს ნუ გთხოვ. ეს ნამეტანი მოგდისო ახლა. არა ისე აუხსნათ რა, რასაკვირველია, იყო შეკრებილი ადამიანები, შევიკრიბეთ დაახლოებით ალბათ 1000 ადამიანი მინიმუმ იყო მოსული, 1000-1500 კაცი, მაგრამ ეს მობილიზაციის გარეშე თავისით გამოვიდა თბილისელი ხალხი და რამოდენიმე ადამიანი იყო ჩამოსული აჭარიდან და მე მგონი კახეთიდან ერთი კაცი იყო თუ არ ვცდები. იცი რა არის, გახსოვს გოჩა ალბათ შენს და გიორგისაც, როცა ვიწყებდი ჩვენ პატიმრების წინააღმდეგ მას რა ქვია მიტინგებს. 100 კაცზე მეტი არ მოდიოდა კი. არც 100 კაცი რომ მოსულიყო რა ასლაბა მადლობა. აი ეროვნული მოძრაობა გაიხსენე, კაცო, ერთ მანქანაში ვეტეოდით ხანდახან იმდენი ვიწყებდით რაღაცების კეთებას. ორ მანქანაში ვეტეოდით.
მივექცეოდით, ერთი ზვიადის მანქანაში ვშდებოდით და მეორე კიდე კონებურ თორნიკე ფიფიას ყავდა მანქანა და თორნიკეს მანქანაში ვშდებოდით მეორე ეს რა ქვია. კი ბატონო, ბატონს უნდა უთხრათ, გული არავინ გაიტეხოთ, ჩვენ არ ვიტეხავთ გულს და არც ფარხმალს ვყრით. ბრძოლა გრძელდება, იმიტომ რომ ეხლა ვინმე რო თქვას, რომ აუ დავიღალე, ან აზრი არა აქვს, ან რა ის მართლა მოღალატედ შეიძლება ჩაუთვალოთ, რას ქვია ეხლა მიწაწყლისთვის ბრძოლაში ადამიანი რო იტყვის, რომ მე დავიღალე და აღარ მინდა გავაგრძელო ეს ბრძოლა, ნამდვილად ღალატია ჩვენი ქვეყნისა და ჩვენ ხომ არა ვართ მოღალატ კი გვეძახიან რომ მოღალატეები ვართ, ვისაც არ უნდა მიწაწყლის გაყიდვა, ყველა მოღალატე ამას გვეუბნებიან დღეს, მაგრამ ჩვენ ხო გვესმის რომ ეს არ არის ღალატი პირიქით. ეს არის ის ფორმაც ხო დღეს ამ ფორმით არის რა ეს ბრძოლა და ხა მანდამაინც ხმლით და იმითი ხომ არ ხდება, ხო, იმიტომ რომ მოწინააღმდეგე მხარეებიც და ჩვენს გარშემო ბევრია მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც უკვე ხმლით აღარ ომობენ. აღარ ხდება პირდაპირ იარაღით ბრძოლა. აი ამ ფორმით ხდება ბრძოლა და თითოეული ადამიანი გარკვეულ სწორედ ბრძოლის ველზე გადის ხოლმე. აი ეგ გუშინ მაგალითად ეს იყო ხო რუსთაველის ძეგლთან იყო ბრძოლის ველი, სადაც დავიწყეთ. ცოტა ადრეც ჰქონდათ დაწყებული სხვათა შორის ადამიანები მოვიდნენ აქ და დემურ გიორხელიძე მოვიდა თქვა რომ იმ აქციაზეც მოვასწარიო. ჩასული იყო, აგერ ფონი ჭალაში მასაკნეს დაიწყეს და იმ ადგილისკენ გაემართნენ. ასე გიორგი ცამოს ბევრგან იქნება. აი მე საბოლოოდ უნდა მოხდეს რაღაცა შერწყმა ამ ყველაფრის და ამასაც ბუნებრივად დადგება ეს მომენტი, როდესაც მე მართლაც მთელი საქართველო გამოვა და ბოლოს და ბოლოს იტყვის იმას, რომ მორჩა დავამთავრეთ რა. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, რომ ხალხმა გაიმარჯვოს და ხალხის გამარჯვებას უნდა მივეჩვიოთ. აი რეფერენდუმზე ამბობდა, ხალხის გამარჯვებაა ეგ. მე იცი როგორ ვხედავ საბოლოო ჯამში ამას, აი მარტივად რომ ვთქვა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველა ასეთი ჯგუფი, რომელიც დღეს ნელ-ნელა აი სხვადასხვა ადგილას მართავს ჩვენ, თქვა სხვა ჯგუფები. ერთ მშვენიერ დღეს 1 საათზე, თქვა 4 იქნება თუ 6 საათი, კონკრეტული დღე, ეს საათი ყველა მართავს აქციას სხვადასხვა ადგილას, ყველა. ანუ 1 საათზე ერთ სხვადასხვა ლოკაციაზე მართავს სხვადასხვა ჯგუფი და მე 1 საათში ყველა დაიძურება და შეიკრიბება ერთ ადგილას. აი ესე ვხედავ მე ამ დიდ გაერთიანებას ზარი ეთერში. გისმენთ? დიახ, გისმენთ. გაუნტებად მოგესალმებით. ახლა ის ხმა მინდა იცით თავშოთა კავშირის შეიძლება ყოფილიყო ეს დავარჩენილი ესეთი რაღაცები არ მოხდებოდა, მაგრამ ეხლა ძალიან ხშირად არის ვითომს აბუჩა თაგდებული ამ დროს ყველაზე ჯანსაღი პერიოდი იყო და არავინ არ იყო უკმაყოფილო. ზოგიერთის გავნა, რომელსაც უნდა და რაღაც მოძებნა თავისთვის ადგილი და რაც მიუწვდომელი იყო. აი ამის ხმა მინდა. ხო, ცოტა საკამათოა ეგ რაღაცა ნაწილში კი ბატონო ვიგებ, მაგრამ საბჭოთა პერიოდში რასაკვირველი არ მოხდებოდა ახლა, რომელი დათვლით შემოდიოდნენ აქ რუსი მესაზღვრე იდგა და თვლი და რამდენი თურქი შემოდიოდა, რამდენი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, მე რამდენი გადიოდა უკან, მაგრამ ის რომ ყველაფერი კარგად იყო, მე მესმის, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ადამიანის დაცულობის თვალსაზრისით სოციალურ დაცვაზეა ლაპარაკი, როცა ჯანდაცვა უფასო იყო, ხო, ანუ სახელმწიფო იხდიდა განათლებაში სტიპენდიას გაძლევდნენ, იყო ეს, მაგრამ მარტო ამას ნუ იმას ვიზავთ, მივიღებთ, იმიტომ რომ აი გიორგი საიდანაც არის, იმ ქვეყანაში საბჭოთა კავშირი არ იყო, მაგრამ დაცულობით საქართველოდან არის ძმა. არა, გიორგი საქართველოდან არის, მაგრამ ეხლა საიდანაც გველაპარაკება, საფრანგეთიდან საიდანაც გველაპარაკება. იმ ქვეყანაში საბჭოთა კავშირზე უფრო კარგად დაცულობაა, აი პენსიონერის დაცვა, ჯანდაცვის სისტემა როგორ მუშაობს, ადამიანი როგორ არის დაცული, ხო, ჯერ კიდევ მონტესკი ამბობდა ადამიანის დაცულობით სახელმწიფო როგორია შეიძლება შეაფასო, როცა ადამიანს ვერ იჭერ, როცა სახელმწიფოს მოგინდება დაჭერა, ეგრე არ არის, ხო? სასამართლო სისტემა არსებობს, როცა სისტემაზე აწყობილია, რა ქვია, შეერთებული შტატების კონსტიტუცია. კი, ანუ საბჭოეთი ვიცოდით ჩვენ
საბჭოეთში ვიყავით დაცულები და გძნობდით თავს დაცულად, იმიტომ რომ სკოლაში უფასოდ სწავლობდი, ინსტიტუტშიც უფასოდ სტიპენდიასაც კი გიხდიდნენ, დაამთავრებდი და სამსახური ქონდა და აქედან გამომდინარე ვფიქრობდით, რომ რა კარგი ქვეყანა გვაქვს, ხო მოწყობილი, მაგრამ ეხლა რომ გადავხედავთ ჩვენ საბჭოთა კავშირს, რამე ახალი ველოსიპედი კი არ იქიდან აიღო ხო ძირითადად. ხო, რეგიონალური მოწყობის გერმანული მოდელი ქონდა აღებული და განათლების ფრანგული გერმანული მოდელი იყო განათლების აღებული ემაში რა ქვია. ჯანდაცვის ფრანგული მოდელი ქონდა, სრულად ფრანგული მოდელი ქონდა აღებული. იმათმა აი მე ველოსიპედი კი არა, უბრალოდ ეს იყო იდეოლოგია, საბჭოთა იდეოლოგია, რომელიც იმ მოწყობის სისტემაზე იყო ესა რა ქვია. მორგებული კარგად. მე თქვენ მეც გეტყვით, თუ კარგად წაიკითხავთ თქვენ რუსეთის იმპერიის დროს, ანუ მეფეებს ფრანგული მოდელებიც ჰქონდა აღებული, გინდა რა ქვია, სასწავლო მოდელი, განათლების მოდელი, გინდა იგივე ჯანდაცვის მოდელი. უბრალოდ განხორციელებული არ იყო და ბოლშევიკებმა უბრალოდ განახორციელეს იქიდან აღებული ის მოდელები, რომელზეც გიორგი ეხლა საუბრობს. კი ბატონო, ზარია ეთერში და მე გიორგი ვალაპარაკობ. კაცო, გოჩა როგორია, არ ვიცი. ადამიანს არ აძლევს საშუალება. გოჩა, ზარია შემოუშვი ზარი. ისაუბრეთ. გამარჯობა. ისაუბრეთ, გამარჯობა ისაუბრეთ. გამარჯობა. თქვენთან უნდა ვისაუბროთ? დიახ, აი თქვენ ახლა ჩემი ხმა რო გესმით, ახლა მე საუბრობ. აი მათთან ერთად მინდა პასუხი გასცემა და კაი, მაშინ ჩემ წინადადებას თქვენ გეტყვით. თქვენ მე კი არ მეუნებით, თქვენ ტელევიზორით საუბრობთ, უბრალოდ თქვენი ხმა მოგვიანებით გამოჩნდება და დაუწიეთ მიმღებს. ბატონო, გესმით ჩემი ხმა, ტელეფონში გესმით ჩემი ხმა. გიორგი ისაუბრე. ო, აგერ ვკითხულობ ვახტანგ გომელაურის განცხადებას, უთქვავს კომენტარს, უთქვავს, რომ ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ანუ BBC-ზეა საუბარი, შეძენილი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას ოღონ 2012 წლამდე. ნუ არ ვიცი სად გამოიყენეს. 7 ნოემბერს არ ყოფილა. შეიძლება 7 ნოემბერსაც იყო გამოყენებული, მაგრამ მაგრამ ეგ ხო არ ამართლებს. რახან ის იყენებდა, ამიტომ მეც გამოვიყენეო. ხო, ჩვენ არ შეგვიძენიაო და არც გამოგვიყენებიაო. თუმცა ძალიან საინტერესო მუხლით აღძრეს ესა რა ქვია. სტატია სუსმა BBC-ს ინფორმაციაზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით დაიწყო. არ ვიცი რა გითხრა, მაგრამ აი მოდი მარტივად რო ვთქვათ, საერთოდ ამ თემამ რატო დაიწყო ეხლა, ვთქვათ, რატო ტრიალებს ეხლა ეს თემა და საიდან წამოიწყეს ზოგადად. მე მაგალითად მაგ ასეთი ეჭვი, რომ ეს ის ხალხია, რომელიც გაქცეულია ეხლა საქართველოსდან, ანუ ამ მთავრობაში იყო წლების წინ და წლების მანძილზე იყო ამ მთავრობასთან. ეხლა გაქცეულია, მე არ მინდა გავამახვილო ყურადღება კონკრეტულ პირებზე, ვიცით ხო ყველა ვინც გაიქცა. აი ისინი აწვდიან ისინი აწვდიან სხვადასხვა ინფორმაციას იმ ქვეყნების სპეცსამსახურებს, სადაც არიან, სადაც იმყოფებიან და უკვე თვითონ ქვეყნის სპეცსამსახური ფიქრობს, როგორ გამოვაქვეყნო. მე თუ ვაქვეყნებ, ნუ გამოდის, რომ ჩემთან თანამშრომლობს ამის აფიშირება არ მინდა. მოდი, BBC-ის, CNN-ის, სხვადასხვა ტელევიზიების, ანუ მასმედიის მეშვეობით გამოვაქვეყნებ და ნუ ასეც ხდება პრინციპში. თორე ისე როგორ შეიძლება ახლა რაღაც ერთი წლის წინ თუ წელიწად ნახევრის წინ გამოყენებული თუნდაც ავიღოთ ეს იპრინი. შენ დღეს იწყებ გამოძიებას, ჟურნალისტიკურ გამოძიებას, რა ვერ დაადგინე წელიწად ნახევარში. ის ხალხი ცუდად რო გახდა, იმ დღესვე დაადგენდი, თუ რა საწამლავი იყო ის, თუ მართლა გაინტერესებდა. მაგრამ წელიწად ნახევრის შემდეგ შენ ეს აზრად არ მოგივა თუ ვიღაცამ არ ჩააწვეთა, ხო მომენტ? კი, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს სქემაა. აქედან გაქცეულები ვინც არიან, ეუბნებიან, რომ ჩვენ ეს გამოვიყენეთ, აი ამ თემაზე ისაუბრეთ და
ამიტომაც ატყდა ეგ ამბავი. იმიტომ აი მეც ახლა მაგაზე გამიშთა ეჭვი კი არა დასაბუთება იმის რაც შენ თქვი როცა ეს დარბევა მოხდა შუაშოვის ქართველი ექიმები აი დღეს ვნახე ზუსტად მაშინ რა ქვია მეორე დღესვე დაუყენებიათ ეს საკითხი ტელეეკრანებიდან ულაპარაკიათ რომ ეს არის რაღაც მძიმე მომწამლავი ნივთიერება რომელსაც არ აქვს წიწაკის სპრეის სიმპტომი და ნუ შესაძლებელია რომ მან გამოიწვიოს ძალიან მძიმე შედეგები იქ ჩამონათვალე ამბობენ ეს ექიმები საუბრობენ რომ არითმიები რაღაცა ეს რა ქვია მოწამლა სასუნთქი გზების მოწამლა და ეს რა ქვია ფილტვების წვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ნუ ეხა BBC ეხლა გაახსენდათ ნუ ეხა არის ხოლმე გამოძიებები რომლებიც წლები კი მაგრამ ეს ნამდვილად არ საჭიროებს კი ნამდვილად არ საჭიროებს მეც წავიკითხე სტატია ნამდვილად არ საჭიროებს ამას ერთი წელი და შესაძლებელია სწორედ იმ ადამიანებმა რომლებიც გაიქცნენ აქედან და რომლებიც ძალოვან სტრუქტურებში ძალიან მაღალ თანამდებობაზე მუშაობდნენ და ფაქტიურად ისინი იყვნენ დაგეგმარებაში ამ მიტინგების დარბევის და ასე შემდეგ მათ სწორედ გათქვეს ის ინფორმაცია რომელიც მათ ჰქონდათ ესე ვთქვათ ხელთ რომელიც ჰქონდა ხელთ ხო ზარია ეთერში მოусმინოთ ისაუბრეთ გისმენთ ალო დიახ ხალბატონო გისმენთ ისაუბრეთ ის განა სოფლიდან ხალხს არ უნდა და ჩამოსვლა მაგრამ პროგრამდება მე უკან ვერ მიბრუნდებოდა და იმიტომ ასეთი ცოტა გიყავდნენ ჩამოსულები ვიცით ხალბატონო ამის გამო იყო მე ხედავ რომ მე ძალიან ბალენსიტი ვარ რომ არაფრით არ მოხდებოდა აბა ხრით დასულიყო ხალხი უკან აი ამიტომ იყო ცოტა ხალხი ჩვენ ეს ვიცით მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ ბრძოლისთვის ხალხი ცოტა ნამდვილად არ იყო არ ვიტყვი რომ ბევრი ხალხი ჩვენ ხო ილუზიონისტები არ ვართ რომ უცბად გავაჩინოთ რაღაც რაოდენობა იყო იმდენი რამდენიც იყო ნუ 1000 კაცი ცოტა მეტი შეიძლება აქციისთვის და რაღაც მანიფესტაციისთვის ეს პატარა რაოდენობა იყო ცოტა რაოდენობა იყოს ხალხის მაგრამ ბრძოლისთვის ეს რაოდენობა თანაც ძირითადად 99% რო თბილისია ბრძოლისთვის საკმარისია დასაწყისად და მე როგორც გითხარი ჩვენ გვიწევს ახლა მოგვიწევს უпростоროდ რეგიონებში ჩასვლა ქალაქებში სოფლებში და ასე შემდეგ და თქვენთან იქ შეხვედრები და საინიციატივო ჯგუფების შექმნა ჩვენ უნდა დავიწყოთ საინიციატივო ჯგუფების შექმნა ამიტომ ეხლავე უკვე იფიქრეთ რამდენად მზად ხართ თავიდან ბოლომდე ჩაერთოთ ამ დიდ ბრძოლაში. გაითიშა მაყურებელი. კარგით. დიდი მადლობა ზარისთვის. გოჩა გიორგი. არა გიორგი. ჯობია მიცეთ საშუალება. ისე გახსენებთ რომ დღეს კიდე 1 საათი გვაქვს, ამიტომ ერთმანეთთან ნუ შედიხართ ხო იცი კონფლიქტში. ყველას გეყოფათ დრო. მე მეორე მომენტია რაც ძალიან მაღელვებს რომ ქართული ოცნება თავისი ქმედებებით ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ გადაფაროს ზუსტად ეს არაბიზაციის საკითხი და ყურადღება გადაატანინოს ხალხს სხვა თემებზე, ხო? ეს BBC-ს სტატიაც დღევანდელი გამოქვეყნებული არ არის. ეხლა ამოიწია ჩვენ და გასაოცრად და ჩვენ და საინტერესოდ, ხო? ისევე როგორც რაღაც დაპატიმრებები და ასე შემდეგ და იქ ესა, ამიტომ ქართველებისთვის მის ჩამორთმევის ჩათვლით ეს თემა მაინცა და მაინც ახლა ამოწიეს. ამიტომ მე მაინც მგონია რომ ჩვენ აი მიუხედავად ყველაფრისა, აი არაბიზაციის საკითხს უნდა ვიტყვი ჟარგონულ სიტყვას გამოვიყენებ, უნდა მივაწვეთ ბოლომდე ამის გატანას, იმიტომ რომ ეს არის დაუშვებელი და წარმოუდგენელი ჩემთვის მაგალითად, აი როგორც ქართველის ხა მე ნამდვილად არ ვთვლი თავს ემიგრანტად, იმიტომ რომ
წელიწადში უფრო საქართველოში უფრო მეტ დროს ვატარებ ვიდრე უცხოეთში, მაგრამ ყველაფრისგან გამომდინარე, ახლა ღირსების ამბავი ახლა ისტორიას, ქართულ ისტორიას არ ახსოვს, რომ ვინმეს ჩვენი მიწა გაეყიდოს და ვინმე უცხოელისთვის მიეყიდოს. ხო ესეთი რამე წარმოუდგენელია, ჩვენ უფრო ვყიდულობდით ამ მიწებს და ვიჩემებდით იგივე იერუსალიმში და ატონის მთაზე და სადღაც, ვიდრე ჩვენ მიწას ესე ემარშებოდით, ხო? პალესტინასა და იორდანიაში და სინას მთაზე ქონდა მონასტრები და ჩვენი იყო, ჩვენი სამონასტრო კომპლექსები იყო, ხო? ჩვენს მეფეებს, ჩვენ წინაპრებს, აი ერთი გოჯი მიწისთვის, აი არ ვიცი, ომები აქვს გადატანილი და 9 მეტრი მიწის დასაცავად, ხო? ჩვენ დგებით და ვყიდით ამ მიწას, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელი ჩემთვის. ახლა არ ვყიდით, რომ გვეუბნებია ხელისუფლება, გვეუბნება არ ვყიდით. როგორ მაშინ მაჩვენე ის კონტრაქტი რა წერია შინ? არა, ის გეუბნება არ ვყიდიო, მაგრამ გეუბნება რომ ჩვენ ვრჩებით თანა მესაკუთრეთ 33%-ში. რას ნიშნავს თანა მესაკუთრეობა? რატო 33%-ში და არა 80%-ში? არა, თვითონ სიტყვა თანა მესაკუთრეობა რას ნიშნავს, რომ ისიც მესაკუთრეა, ხო? თანა მესაკუთრეა. მისი საკუთრებაც არის, კაცო. ხო. ზარია ეთერში. საღამო მშვიდობის ბატონებო. საღამო მშვიდობის. თქვენს ხომად ყოფთ, რომ თქვენს მიერ შეტანილ პროგრამას მიყვებიან ფეხდაფეხ. ვერ გავიგე, რა პროგრამას მიყვებიან ფეხდაფეხ? აი, თქვენ რო პროგრამა შეიტანეთ პარლამენტში, განიხილეთო, ადრე არჩევნებზე. დიახ, მაგრამ ჩვენ პროგრამაში პირიქით ეწერა, რომ ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს. არა, მიწა არა, დანარჩენი ეს გავაკეთეთ, ის გავაკეთეთ და თქვენ გიწერიათ იმ პროგრამებში. კი, მაგრამ ეს ერთი. მე მიწის ნაკვეთებს არ ავყიდითო. როგორ არ აყიდიან, მაგრამ მაგათ ამხელა მიწის ნაკვეთების გაყიდვაზე ბევრი ფული ჩასდით ჯიბეში და 400 კვადრატული რო შემოიკრეს. 10 წელიწადით თბილისში მაცხოვრებმა უდაბნოში ვამბობ. უდაბნოში ვამბობ თითოსართულიანი სახლი რო ააშენეს. იმას უნდრენ და არტმევენ. ხო, შემდეგი. თქვენ ვგზავნებთ პენსიონერები უფრო მეტი დაესწრენო. რატომ საშუალო და უმცროსიასაც არაფერი აწუხებთ? მაგრამ რაც ხალხია ის თავება არის. უდაცრავად ძალიან აღევებული და ძალიან. აი ხა. ნუ ღელავთ, დიდი მადლობა ზარისთვის, გვერდში დგომისთვის. არა, ჩვენ ამას კი არ ვამბობთ, რომ უბრალოდ კი არ ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ ხანში შესული ადამიანები უფრო მეტნი იყვნენ აქციაზე, ვიდრე ახალგაზრდები. არ ვამახვილებთ ამის გამო ყურადღებას, უბრალოდ ვამბობთ და არაერთხელ გვითქვამს კიდევაც. როდესაც ვიღაცები სვავენ კითხვას, რომ აი თქვენთან ეთერში რატო რეკავენ სულ თქვათ ხანში შესული ადამიანები, აი ამბობენ რომ 85 წლის ვარ და ასე შემდეგ. რატო არ რეკავენ ახალგაზრდები? ჯერ თქვენ დამანახეთ ტელევიზია, სადაც საერთოდ რეკავენ და მე დამანახეთ ტელევიზია, სადაც ახალგაზრდები აქტიურობენ, თუნდაც ზარები და ბუნებრივი არ არის ეგეთ ტელევიზია და ახალგაზრდა დღეს უფრო მეტად აქტიური არის ტელეფონში, სოციალურ ქსელებში. აი ჩვენ რო ეხლა ვიყოთ, მე თქვენ გარწმუნდობთ, ეხლა ლაივი რო გავაკეთოთ Facebook-ში, იქ უამრავი ახალგაზრდა ცუცას დაწერს, კარგსაც დაწერს, მაგრამ მე აქტივობაზე მაქვს საუბარი. ძალიან ბევრი იქნება აქტიური. და არ იქნება ხანში შესული ადამიანი. რატო? იმიტომ რომ ის არ არის აქტიური Facebook-ში. მე ვიღაცა იტყვის, კი, მაგრამ რატო ეს ხალხი რატო არ გიდგას გვერდში Facebook-ში? სხვა მიმართულებაზე ვსაუბრობ, ტელევიზია და სოციალური ქსელები. მაგრამ აქციაზე რატო არ მოდიან? ზოგადად ახალგაზრდები, აი დააკვირდით, ახალგაზრდები აქციაზე ისედაც არ გამოდიან, თუ ეს აქცია თვითონ ახალგაზრდების მიერ არ არის მოწყობილი. აი, რუსთაველზე რაც არის, როცა კიდევ ერთხელ ჩვენ უკვე ვთქვით, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნაცებმა არა, ნაცები ისინი არ არიან. თვითონ ახალგაზრდები აწყობენ იმ აქციას, დღეს ვინც დგანან და იკრიბებიან მან. მერე უერთდებიან უკვე ნაცები, ვიღაცაები, რაღაცა, მაგრამ თვითონ ის ახალგაზრდები არც ნაცები არ არიან, არც კოცები ბუნებრივია. ამიტომ ეს სხვა ფენომენია.
ჩვენ არ ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას. ერთადერთი რაც თქვა გოჩემ, რომ მეტი კი იყვნენ ახალგაზრდებიც, მაგრამ მეტი იყო, უმრავლესობა იყო ხანში შესული. და ამისთვის მადლობას ვუხდით ჩვენ ამ ხალხს, რომ დღესაც ქვეყნის სადარაჯოზე დგანან. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრს უჭირს, ფინანსურადაც მოვიდეს შენამდე, ზოგს ფიზიკურად უჭირს, მაგრამ მაინც მოდიან და ამისთვის დიდი მადლობა ამ ხალხს. ზარია ეთერში და მე ბატონებო თქვენს კარგი, მე უპასუხოთ, ძალიან საინტერესო თემა წამოჭრა. კი ბატონო, ზარია ეთერში გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. ალო. ისაუბრეთ, გისმენთ. გამარჯობათ. მოგესალმებით. მისმის. დიახ, გისმენთ. ხო, რა მინდა რომ გითხრათ? მე ვიყავი თქვენი პარტიის აქტიური მომხრე. არ დამიტოვებია თქვენთან ერთად არც ბათუმი, არც თბილისი, არც ქუთაისი, არც ზუგდიდი, არც ხონი, ყველგან დაკვებოდით. ხო და ჩემო ბატონო, არჩევნებშიც ვიყავი თქვენი კომისიის წევრი და მხარგიჭერით. მაგრამ რაღაც მიზეზთა გამო, რომელიც გააჟღერა თქვენ იმას რა ქვია პარტიამ, ამიტომ მე შევხვდი, მაგრამ გულშინ მაინც მოვედი აქციაზე და ვიჭერთ მთლიანად მხარს. თქვენ კი არა, ჰიტლერი რომ ადგეს, ჰიტლერი და რომ გაგვიძღვეს წინ, ამ ზონაში დაუჭერ მხარს. დიახ, გასაგებია და იქნებ ის მიზეზიც გვითხრათ, რა მიზეზი იყო პარტიული, რა მიზეზი იყო ისეთი, რომ თქვენ გადაწყვიტეთ ჩვენგან წასვლა. შეგიძლიათ დაასახელოთ. რა მიზეზი იყო ახლა ნუ დაასახელოთ, მაგრამ გააჟღერეთ რაღაც ისო, რა ქვია, გისმენთ? რუსული კანონიო გაიტანეთო, ეს მახსოვს გააჟღერეთ ეს პარტიამ. კიდე ოცები, მე არა ვარ ახლა ოცების წინათ. რაც ეს რის წინააღმდეგ რას ამბობ? რაც ეს უბედურება უკვე რა ვერ გავიგე რა რუსული კანონი ჩვენ გამოვდიოდით რუსული კანონის წინააღმდეგ თუ რუსული რას ამბობ? თქვენი პარტიამ გააჟღერა ის რომ დაიტანეს რუსული კანონი ჩემი ყურით მონასმენი. არა, თქვენ რაც მონასმენი გაქვთ გაგებული არა გაქვთ სწორად და ეხლა მე გაგაგებინებ თქვენ. ხო, გავანებოთ ამას თავი. არა, როგორ დავანებოთ თავი, თქვენ ეხლა რასაც ამბობთ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოთ მაყურებელი. ჩვენ ის კი არ ვთქვით რომ გაიტანეთ რუსული კანონი, იმიტომ რომ რუსული კანონია და არა, ჩვენ ვთქვით რომ ერთი წამით ჩვენ ვთქვით რომ ამ ეტაპზე იმისათვის რომ აღელვდეს საზოგადოება ასეთი კანონის მიღების აუცილებლობა არ იყო ამ კანონმა აღელვა საზოგადოება რის საჭიროებაც არ იყო ეს ორი სხვადასხვა რამ არის თორე გამჭირვალობის კანონი და ისეც ყოველთვის არსებობდა და უნდა არსებობდეს მაგრამ თუ კი შენ ერთი წამით თუ კი შენ ხედავ რომ შენს მიერ მიღებული კანონი დაპირისპირებაში უპირისპირებს ორ ფლანგს ერთმანეთთან შენ როგორც ხელისუფლება და შენ ვალდებული ხარ ხელისუფლებაში როდესაც მოდიხარ რომ შენ პირიქით მშვიდობიანი მოსახლეობა კი არა აღელვო არამედ პირიქით და გაასტაბილურო და როდესაც შენ ცდილობ დააპირისპირო ორი მხარე ან პირიქით არ გინდათ ეს რა ქვია ეს ვის ესე იგი ვასხანდით ნაცების სისხლზე იმას ვინ ნაცების სისხლზე არა ხო და მაგას გიხსნი ზუსტად ფრანგებისგან გადმოიტანეს და მეორე ამერიკა თუ გინდა რუსული ყოფილიყო რა მომისმენე ზუსტად მაგას გიხსნით რომ არც რუსულში იყო საქმე არც ფრანგულში და არც ამერიკულში დაპირისპირება არ უნდა გამოიწვიოს არც ერთმა კანონმა ეს არის ვალდებულება ხელისუფლების. დაპირისპირება ვისთან ბატონო ჩემო მე აგიხსნით ახლა ჩვენ რუსულ კანონს უწოდებით ამაზე ბრენდია უწოდებს და არჩილოს და არც ჩვენ არ ვამბობთ მეთქი რუსულ მე გიჭერდი მხარს კაცო მომისმენთ გულშინ ვიყავი კარგია რომ იყავით კარგია რომ იყავით მე უბრალოდ გიხსნით არავით არის მეთქი რუსული კანონი არავით არის ამერიკული კანონი გამჭირვალობის კანონი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელით არის ცნობილი მაგრამ გამჭირვალობის კანონი ემსახურება იმ ფინანსურ გამჭირვალობას რაზედაც საუბრობენ და რაზედაც ჩვენ საუბრობთ ზუსტად ერთი წამით ზუსტად ეს ის გამჭირვალობის კანონია რომელიც ამ კონკრეტულ
პროექტზეც უნდა მოქმედებდეს. არაბულ პროექტზე, რომ გამჭვირვალე იყოს ის ხელშეკრულება და ის ფინანსები, რომელზედაც მიდის საუბარი. აი, მართალია ერთი წუთი და კარგად მართალია რა. ვერ გავიგე. ბიჭო, 14 წელია ამ თავრობას ვაძლევთ ხმას, 11 წელი. მე კიდო ხელი რატომ არ მომწყდა რა, რომ ამ თავრობას ხმას მოეცა, არ გვეუბნებოდი თქვენ გვერდში ვარო და თქვენ გაძლევთ ხმასო? ერთი წამით მომისმინე, ეხლა არ გვეუბნებოდი ამდენი წელიო, თქვენი მომხრე ვარო და თქვენ გაძლევთ ხმასო? ხმას ავიქია, ხმას ვიყავი რომ გასვლოდეოდი ციცი? რა ქვია? კაი, ნუ დაიბენი, გასაგებია უკვე ყველაფერი. არა, კარგია, ოცნებას აძლევდი, მაგრამ ეხლა ხომ მიხვდი რომ არ იყო მისაცემი ოცნებაზე ხმა. კარგია უკვე. ბიჭო, ახლა თქვენ ყველაფერი გაყიდენ თელ საქართველოს ამ ნაძირალებას. კი, და ამიტომ დავდგეთ ერთად სუყველანი რა. ოცნების წევრებსაც ვეუბნები, კაცო. ოცნებას რო ხმას აძლევდა იმათაც ვეუბნები. ის კერა მათ მინისტრებს ვეუბნები. ვინც ეხლა აქებს იმათაც ვეუბნები. ხო უნდა მიხვდე რა, რომ შევედით უკვე კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ. უკვე კიდე გეუბნები, დედას გაგვაყიდინებენ. და იტყვი რომ ფინანსურად მომგებიანია, კაცო, დედის გაყიდვა. აბა სხვა გამოსავალი არ არის, გავყიდოთ დედა იმისთვის, რომ რაღაცა კონკრეტული საჭმელი მივიღოთ, ბიუჯეტი შევავსოთ. აქამდე დავედით. მე შენ გარწმუნებ გამოჩნდება ასეთი ხალხი. კი, იქნება, კაცო, მოსულა ეგეთი რამეცო გვეტყვიან. აი, აქამდე რომ მივედით ეგაა, თორე რა მნიშვნელობაა, კაცო, ის იყავი, ეს იყა, რა მნიშვნელობა? ნაცების ბრძოლასაც გაანებენ, ნაცის საქართველოს იყიდება და იმის ქოცის საქართველოს იყიდება. რა მნიშვნელობა საქართველოს იყიდება? იმისთვისაც გეის საქართველოს იყიდება და ბერის საქართველოს იყიდება. ყველას იყიდება. ეხლა მაინც ხო უნდა მივხვდეთ რომ რა მდგომარეობაში ვარ შესული. რა დროს ის არის ცუდი ბავშვები არიან, ესენი კარგი ისინი არის. დღეს ყველას იყიდება. ყველასი, აი ამიტომ უნდა დავდგეთ და რაღაცა გასაკეთებელი რაც არის. რა მნიშვნელობა კიდე გეუბნებით იმას ემიგრანტი რახან არის წასული იმის საქართველოს არ იყიდება? ხმის უფლებას უართმევენ, არ გწყინს ეგარო წაართვეს ხმის უფლება? მილიარდები რო შემოდის აქ და ქვეყნის ეკონომიკა რო ფეხზე დგას, იმათ რო ხმის უფლებას წაართმევ შეიძლება? რამდენი რამეა, კაცო, ისეთი რომელიც არასწორად აკეთეს ამათმა და დაპირისპირებაში გადაგვიყვანეს. გამჭვირვალეობა თუ უნდათ, გამჭვირვალე რატო არ არის? აი კანონი სინამდვილეში ვის ხელშია? ამას აქვს მნიშვნელობა. შეიძლება თქვენ ფიქრობთ რომ კარგი კანონია, იმიტომ რომ თურმე ეს სოროსის ფონდის ის და ამისი რა ქვია NGO-ები ხო უნდა ვიცოდეთ და ამიტომ კეთდება. აღმოჩნდა არ კეთდება მაგითო. თვითონ რაც აწყობთ იმას აკეთებენ. გოჩა, პარლამენტს, საქართველოს პარლამენტს, სადაც გიორგიც იყო დეპუტატი, 2018 წელს მიუღია კანონი არასამართლმსაჯულო ორგანიზაციების ფინანსური შემოსავლებისა და გამჭვირვალეობის შესახებ. 26 გვერდზე არის ჩაშლილი, აი პუნქტობრივად, რა ვალდებულებები აქვთ, როგორი ფინანსური სად უნდა როგორ დაადეკლარირო, რა ქნან, აი ეხა უყურებ ამ ყველაფერს და აი არანაირი ან ეს კანონი არ მუშაობდა და უნდა თქვან მაშინ რომ ეს არის აბდულობა რაც ქნეს და გაანულონ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ეს 26 გვერდზე ჩამოყალიბებული კანონმდებლობა გვაქვს, რომელიც აი ყოველი თეთრის ცენტის და ასე შემდეგ ყველაფრის გამჭვირვალეობა, ანუ ყველა შემოსავლის წარმომავლობაზე გვაქვს ჩვენ აქ საუბარი და როგორ და რანაირად უნდა დეკლარირდეთ, მაშინ იმ კანონის მიღების აუცილებლობას მე ვერ ვხედავ, ისევე ჩვენ ყველანი ვერ ვხედავდით, რა საჭიროა ეს კანონი, როდესაც გააქვს უკვე მიღებული კანონი, რომელიც სულ რაღაც 3 წლის წინ შენ თვითონ მიიღე ტაშისყრით და ზარზეი. ეს იგივეა, გიორგი, რაც თავის დროზე ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ მიიღეს. ჩვენ კონსტიტუციაში ყველაფერი იყო გაწერილი. ვისი რა უფლებები როგორ უნდა ყოფილიყო დაცული, ყველაფერი გვაქვს გაწერილი კონსტიტუციაში. რისთვის არის საჭირო თქვა დამატებითად ანტიდისკრიმინაციული კანონი, რამაც ასევე გამოიწვია ბუნებრივი აღელვება, ხო, საზოგადოებაში. პროპაგანდისტვის არის, ხო, ყველაფერი. ხო, ანუ ყველაფერი მე ზუსტად ამას უხსნიდი ეხლა მოქალაქეს, ანუ მაყურებელს, მაგრამ როცა ადამიანს არ უნდა რომ გაიგოს, ის ყოველთვის აწვება თავისას და ძალიან ცუდია, მეგობრებო, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ რომ აგიხსნათ და თუ თქვენ თვლით
თქვით რომ ჩვენზე მეტი იცით, მაშინ ინფორმაციას რასაც გაწვით, ის მაინც გააანალიზეთ. აგერ გიორგი მე ხლა თქვა რომ ეს კანონი ჯერ კიდე ჩვენ დროს იყო მიღებული 2018 წელს პარლამენტში. ახალვება ამას არ გამოუწვევია. ასეთი კანონები მუშაობს ყველა ქვეყანაში. ყველგან ნუ ახლა მე არ ვამბობ აფრიკის ქვეყნებს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეთი კანონი მუშაობს. მაგრამ რა საჭირო იყო ამ კანონის დამატებითად გამოქვეყნება, რომ დამატებითად ვიღებთ ამ კანონს და ვაძლიერებთ და რამაც საბოლოოდ ხმისთვის არა ხმა რომ მიეღო ეხლა კონკრეტულად ამიტომ ჭირდებოდა რომ დაძაბულობა შემოეტანა რომ მე ვარ თქვენი გადამრჩენი ამადგან ეს იყო კი ბატონო მაგრამ მე რას ვამბობ რომ იმისთვის იყო საჭირო რომ ვინც გამოვიდოდა წინააღმდეგ აღელვება ყოფილიყო საზოგადოებაში არჩევნების წინ დაინახავდნენ რომ აი ნახე ბიჭო ესენი არ მოვიდნენ მთავარი ეგ არ მოვიდეს და ისე ოცნებას მივცეთ ხმა და თქვენ არ გესმით როგორი მანიპულირება მიდის თქვენით აი ახლა რო ცდილობ თქვა დაიცვა შენი პოზიცია რომ არა მე რა გიხსნი რომ ეგრე არ არის ჩემო ძმაო ასე არ არის რომ მოხვედი ჩვენთან აქციაზე ძალიან კარგი სხვის აქციებზეც მიდი ძალიან კარგია ეს ყველაფერი მაგრამ როდესაც მეუბნები ეს არ იყო რუსული ან რაღაცა და ცდილობ რომ კანონი დაიცვა გიხსნი რომ საჭიროება არ არის საჭიროება არის უკვე მოქმედებს კანონი და ზედმეტად ხალხის აღელვების საჭიროება არ იყო ეს სულ სხვა მიზნით გაკეთდა შენ მაინც კანონის დაცვას იწყებ ერთ სხვა რაღაცას გელაპარაკები და მაინც არა ეგ კანონი მე რა ეს საფრანგეთში რასაც გეუბნება ხელისუფლება ყველაფერს ნუ გაიმეორებ კაცო ისეთ იმიტომ გეუბნება რომ ზუსტად იმეორებდა და არ გინდა გაანალიზო კომისია რისთვის შეიქმნა საბოლოო ჯამში აი წულუკიანის კომისია ეს ხო თავიდან ბოლომდე რამე ახალი გაიგეთ რამეს რეაქცია ისეთი მოყვა და ვიღაცის სამართლიანობა აღდგა არაფერი დადგავს ხელისუფლება სპექტაკლს. ამ სპექტაკლს გვიდგავენ 30 წელიწადია, კაცო. შევარდნაძეს დგავდა სპექტაკლებს, სააკაშვილმა საერთოდ ამისი ის იყო, რა ქვია, ყველაზე მაგარი რეჟისორი დგავდა, კაცო, გიგანტ მისლი. და ახლაც ეხ ესენიც ნელ-ნელა შეხშირა წერ, ადეიშვილის სქემებით როგორ არაფერი ახალი არ ხდება. გიდგავენ ეხლა ამ არაბიზაციის გადაფარვა რა უნდა მოხდეს, კიდე რაღაცებს შემოგიგდებენ. აგერ ხო ვნახეთ საწყალი ზალეკო ელისაშვილის თელის რაღაცა კონცერტს გვიდგავენ როგორ რა მოხდა და გადააქვთ თქვენი ყურადღება ადამიანებს ასულელებენ იმიტომ რომ ეს ადამიანებიც რატომღაც დიდი სიამოვნებით სულელდებიან და ნუ რახან თვითონაც აგერ ხალბატონმა თქვა რა ხალხიც ვართ იმ თავრობას ვიმსახურებთ ამიტომ შევხედოთ ხარედ ნუ გადავიქცევით იმ წუთშივე იქნება და ვეცადოთ კიდე გავუნებთ ბავშვები ხო მოგირიგებიათ კაცო შვილებს როცა ჭუბი გქონიათ მეზობლები ხო მოგირიგებიათ ერთხელ მაინც არ გქონიათ შემთხვევა რომ ხარე კი არ იყავით არამედ რეალურ სურათს უყურებდით და მორიგებას ცდილობდით ხოლმე ასე შეხედეთ სიტუაციას ასე რომ შეხედავთ ელემენტარულად უკვე სხვანაირი აზროვნებაში გადავა ყველაფერი რაც ხდება და აღარ იქნებით ამ ხარეს იმ ხარეს ელემენტარულად დაინახავთ რეალური სურათი როგორია მე როგორ უნდა გამოიტანო აზრი იმისთვის რომ რაღაცა შეცვალო წუთნახევარი გვაქვს დარჩენილი გიორგი ამ გადაცემის და ნუ მესამე ნაწილიც დაიწყება დავასრულოთ ამ იმით და აუხსნათ კიდე εμას რა ქვია იმ ბატონს ვინც ჩვენ გვესაუბრებოდა ამ თემაზე რომ რუსული კანონი არა აი ეს კარგი დაუშვათ რომ იმ ლიბერალებმა დაარქვეს ამას რუსული კანონი ეს რასაც მე დიდ სისულელეს ვეძახი თავიდან ბოლომდე მაგრამ როდესაც შენ ამას ფუთავ რომ ეს არის ამერიკული ფარა ამერიკულ ფარაში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეს რა ქვია მედიის ფინანსური კონტროლის მექანიზმებზე თუ ეს ორგანიზაციები არ ლობირებენ უცხო ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს გამაგებინეთ რაღაცა ესა რა ქვია იმ დღეს რეგიონალური მაუწყებლობის წარმომადგენლები წერდნენ რომ ჩაგვივარდა რეგიონებში ფაქტიურად რეგიონალური ტელევიზიები უნდა გავაჩეროთ იმიტომ რომ ევროკავშირის გრანტები გქონდაო ძალიან ბევრი ამ რეგიონალური მედიის განვითარებაზე აღარ შეგვიძლია იმიტომ რომ ეგრევე დაგვარეგისტრირებენ როგორც უცხოური აგენტები წარმოუდგენელია ეს ყველაფერი ზოგადად ფარა როდესაც იყო მიღებული
ეს 38 წელია თუ 38 წელია ეს იყო მიღებული ძირითადად კომუნისტური პროპაგანდის გავლენის ამერიკაში. ანუ ამას ებრძოდნენ მაშინ რომ უკვე რო გრძნობდნენ რომ ეს კომუნისტური გავლენები ვრცელდება მსოფლიო მასშტაბით, გაიგე? ზუსტად ის თანხები რომელიც ამას ხმარდებოდა ამ პროპაგანდას და ამ კომუნისტურ განვითარებას ამერიკაში ამის წინააღმდეგ იყო მიღებული, თორე ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები როგორც დღეს არის, ან თუნდაც მასმედია, ტელევიზიები, სად იყო იმ პერიოდში, კაცო? არა, აქაც ხო მარტივად არა, გიორგი, ორივე გიორგი. აქ ჩვენთან რა ჩაითვალა? აქ რომ ფული იდება ადამიანის უფლებების განვითარებაში. ეს უკვე მტრობაა, იმიტომ რომ შენ რატო ერევი ადამიანის უფლებების განვითარებაში ამას გეუნებიან. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სასამართლო სისტემის რეფორმაზეა გათვლილი, ისინი რომელიც ადამიანის დაცვაზეა გათვლილი, რეგიონალური ტელევიზიების გათვლაზეა, საერთოდ ოპოზიციური, ანუ არასახელმწიფოში ხელისუფლება რაც არის, იმის საწერ ეს ჩათვალა მტრობა, იმიტომ ჩემ ქვეყანაში მე როგორც მინდა და რასაც მინდა ვიზავ. მინდა ესე გავაკეთებ, მინდა ესე გავაკეთებ, იმიტომ სუვერენიტეტი მიაჩნიათ ეს არის და არ არის ეგ სუვერენიტეტი. სუვერენიტეტი არ ნიშნავს იმას, რომ ჩემ ხალხს რასაც მინდა, იმას ვაჭმევ, რასაც მინდა, იმას გავუკეთებ, მინდა მოვწამლავ, მინდა გავლახავ, არ არის ამაზე ლაპარაკი. ერევით, აგერ ერევიან, დასავლეთი ერევა. და რაში ერევა ეს დასავლეთი მიხვდით, რაზეა ლაპარაკი? ის რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელიც ესენი და რას აკეთებდა, რომ რამდენი ადამიანი ყავს დაცული? მიშას დროსაც რამდენი ყავს დაცული და ბიძინას დროსაც რამდენი ყავს დაცული? ჩვენ ბევრჯერ ახლა რაპორტებში ახლა იურისტთა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ჩვენ ემაზე რა ქვია განცხადებაზე, წინადადებაზე, შეთავაზებაზე, кейსზე მოუწერია ხელი, რომელიც ჩვენ მერე გამოიგზავნია ევროსტრუქტურებში და გამოიგზავნია საერთაშორისო ორგანიზაციებში. ის ადამიანები ადამიანების უფლებების დაცვით იყვნენ დაკავებულები, კაცო. ხო, ეს ითვლება ახლა ჩვენთან ღალატია, როგორ ერევი, კაცო, ჩემს სასამართლო სისტემაში, ვისაც მინდა დავიჭერ, ჩაუვიდებ, დავლახავ. მარტო პოლიტიკური NGO-ები ხო არ იყო საქართველოში. ძალიან ბევრი პროექტი ევროკავშირმა შეაჩერა ბუნების დაცვის თემაზე, რა ქვია. იყო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მწვანეთა მოძრაობა იყო, წყლის სუსუფთავეზე იყო, ამაზე იყო. ჰაერის სუსუფთავეზე, კაცო, რამდენ რამეზე იყო, გეთანხმები. და ესენი სულ ყველა სინამდვილეში ესეც ითვლება, რატო ერევი ჩემს საქმეში, კაცო? ამ ჩემ ხალხს მინდა მოვწამლავ და მინდა არა, რა შენი საქმეა იქიდან რომ ერევი რა. აი იმის არ იყოს, BBC-ს ვინ კითხავს, ეხლა რა ქვია, ერევა აქ, მე მოვწამლე თუ არ მოვწამლე, ჩემს სუვერენულ უფლებას თურმე მაშვები, რა ქვია, ლახავ აქ რომ შემოდიხარ. აი ამ დონეზე გვაქვს და გინდათ ეგეთი სახელმწიფო, კაცო, სადაც რასაც გინდა იმას აკეთებს ხელისუფლება და ნებისმიერ კანონს როგორც უნდა ისე იყენებს. აგერ ის კანონი რისთვის გამოიყენა? გამოიყენა თავის შეზღუდვაზე, არ გამოიყენა. გამჭირვალეობა ქვია და პირდაპირ გეუნები, არ გეუნები, მიწას ყიდის და გეუნება რომ იქ საიდუმლო მუხლებია. და ადამიანები ამას ამბობთ რომ კაია, არა უშავს. და თქვენ არ ამბობთ, კაცო, გუშინ რომ თურმე არა ყველაფერი უნდა ვიცოდეთ? აგერ გამჭირვალე უნდა იყოს, ხო? ეს კანონი მარტო სხვებზე არის, სხვებზე მოქმედებს, კაცო, ეს ხელისუფლებას არ ეხება. კანონი საერთოდ ხელისუფლებას არ ეხება, არ იცოდით თქვენ. ის რა ქვია, ანუ ჩვენი მეორე ნაწილის დროც ამოიწურა ეხლა და 5 წუთში ისევ დაგიბრუნდებით მესამე ნაწილს. ბედნიერი ხალხი ვართ, კიდევ ვაგრძელებთ. კიდე ხო.